გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. ამ ცხოვრებაში ადამიანებს გონიათ რომ იუთუბერობა ძალიან მარტივი პროფესიაა, რაღაც ვიდეოებს გადაიღებ და აი ასე ცხოვრობ. მაგრამ როგორ ცხოვრობ სინამდვილეში მაგაზე დავფიქრდი, ამ ფიქს შევყევი, ჩამოვწერე ის აუცილებელი პროფესიები და უნარები, რაც კარგმა იუთუბერმა უნდა იცოდეს და გამომივიდა 32. და დღევანდელ ვიდეოში მე განვიხილავ 32 პროფესიას და უნარს, რომელიც უნდა ქონდეს კარგი იუთუბერს. და თუ რომელიმე არ აქვს, ერთის არ ქონასაც კი შეუძლია დაასრულოს მისი კარიერა. და თან ამ 32-ს რომ გაჩვენებთ, სათითაოდ რომ აღიხსნით რა არის. თან მოდი გვერდით მიუწერ ამოსახაჩ საშუალოს და ტოპს და ამით შევაფასებ საკუთარ თავს ამ სამი კრიტერიუმით. მაგ კონკრეტულ რაღაცაში. შემდეგ მაინტერესებს 32-დან რამდენი უნარი მაქვს მე პირადად კარგი, საშუალო და ცუდი და ძალიან ობიექტური ვიქნები. იმედია ამაში ეჭვი არავის არ შეეპარება. თუ ვინმე შეეპარება ამაში ეჭვი, დაკომენტარით, რომ ეჭვი გეპარებათ. მაგრამ ეჭვი ცუდია. ასევე მგონია რომ ეს ჩემი ვიდეო ძალიან კარგი ტესტი იქნება იმისთვის, ვინც ფიქრობს კონტენტ კრეატორობა რომ დაიწყოს. და ვიცი რომ რამდენიმე სხვა იუთუბერიც დაფიქრდება ამაზე. ამიტომ დავიწყოთ. ხო, ეს 32 რაღაც ამ ჩემი ბოლო წლების გამოცდილებიდან გამომდინარეობს. ზოგი მათგანი შეიძლება ისეთად მოგეჩვენოთ, რომ საერთოდ ვერ წარმოიდგინოთ, რომ ეგ იუთუბერს ჭირდება, მაგრამ ჭირდება. ძალიან ბევრ გადაღებებზე დავდივარ მეგობრებო სხვების არხებზე და ჩემ ახსა ვიდეოს გადაღება დამაგვიანდა, მაგრამ აი ვიღებ და მინდა რომ ახლა აუკრიბო ძალიან კარგი ტემპი და ბევრი ვიდეო გადავიღო. დავიწყოთ პირველით. პირველი არის ძალიან მარტივი ვიდეოს კონცეფციის აგება. თუ ცოტა პროფესია დააგვიგონთ, ეს არის copywriter-ი, ან screenwriter-ი, ან რაღაცა ეგეთი. ჯერ მოიფიქრო რაღაც ის იდეა და შემდეგ ეს იდეა წარმოიდგინო როგორც ვიდეოთ და გქონდეს ამის გეგმა. და copywriter-ი ზოგადად პროფესიაა, რომელიც იუთუბერებს ყავთ, ძალკე როგორც კადრი. და შეიძლება თქვენც თუ იუთუბერი გახდებით, შეგიძლიათ აიყვანოთ ეგეთი კადრი, ან თუ არ აიყვანთ, თქვენ უნდა იცოდეთ. მოკლედ ეს ყველაფერი. ჩემი არხის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი. მოდი ახლა შევაფასოთ საკუთარი თავი. ვიდეოს კონცეფციის აგებაში მე ვარ ტოპი საშუალო თუ ამოსაკაჩი მაქვს ეგ. ჩემი აზრით ტოპი. ეს პირველი ტოპი საკუთარ თავს. მეორე არის კამერასთან მუშაობა. კამერასთან მუშაობა ერთ-ერთი ურთულესი რაღაცაა და ყველაზე დიდი ბარიერია, როცა ამ სფეროში რაღაცას იწყებ, რადგან ესე შეიძლება მაგარი ტიპი ხარ, ყველაფერი იცი, მეტყველებაც კარგი აქვს, მაგრამ კამერა რო ჩაერთვება, უცებ ჩუმდები. და ხმას ვერ იღებ. და ამას ჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, პრაქტიკა, კამერებთან შეჩვევა. ალბათ ახლა ეს კრიტერიუმი საკუთარ თავში მაქვს ტოპი, თუმცა საშუალოზეც რომ მომეხაჩა, ალბათ 4 წელი დამჭირდა მაგისთვის. ოპერატორობა. ოპერატორობა არის ან ოპერატორი უნდა გყავდეს და გიღებდეს და მან იცოდეს კამერის ყველაფერი, რაღაცების გასწორება, ლინზები, რა ფორმატში იღებ, ფერები როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ. და თუ ოპერატორი არ გყავს, ეს ყველაფერი შენ თვითონ უნდა იცოდე. მე ყველაფერი არ ვიცი. მე ყველაფერი კამერები, მობილურით ვიღებ ან DJI-თან არის წამდა ვიღებ და ყველაფერს ვაყენებ ავტოზე და რაც გამოვა. ამიტომ საშუალო. ან მოდი საშუალოს მაგერად. აქ მეორე კრიტერიუმი იყოს საკმარისი. საკმარისი ჩემი კონტენტისთვის. მე ოპერატორობა არ ვიცი საერთოდ, მაგრამ ჩემი არხისთვის რასაც ვიღებ, მაგისთვის საკმარისად ვიცი ასე ვთქვათ. სხვაზე არაფერზე არ მაქვს ამბიცია. ახლაც ეს კამერა რომელიც მიღებს, ავტოზეა ჩართული. ფერები და რაღაცები, ფოკუსები. შემდეგი პროფესია არის განათებელი, რომელიც გვჭირდება. განათებელი არის უმნიშვნელოვანესი. კამერის ხარისხზე მეტად განათება ტყვეთს როგორი იქნება ჩვენი გამოსახულება. ახლა აქ მე 3 განათება მიდგას. მოდი გაჩვენოთ როგორ. ამ განათებებს აწევა და ყველაფერი აქვს, მაგრამ ვერაფრით ვერ გავასწორი. ის პატარა კიდე მეოთხე გამართულია. განათება არის ძალიან რთული პროფესიაა. მაგალითად პროფესიონალურ გადაღებებზე თუ მიდივარ ცალმე, რაც დიდი პროდაქშენები იღებენ ხოლმე 30-40 კაცი მუშაობს, იქ 10 კაცზე მეტი სულ განათებელია. მე განათება არ ვიცი, ალბათ ჩემ სათვალეში არ ეკლე რაღაცებსაც დაინახავთ. ამიტომ მოდი საკუთარ თავს განათების წონაში დავუწეროთ ამოსაკაჩი, იმიტომ რომ საკმარისი არ არის, რაც ვიცი. ხმის კაცი. ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, როცა ვიდეოს იღებ, რომ ხმა ჩაიწერება თუ არა. როგორც წესი, ან კამერაზე აქვს შეერთებული პროცესორები და ისმენს, რასაც კამერა იწერს, ან თავისი მიკროფონები აქვს და თავისი მიკროფონებიდან ესმის დამოუკიდებლად, როგორც იწერს ხმას. და ეს ხმის ჩაწერა ჩემთვის იუთუბერობის დასაწყისიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რადგან ვერასდროს ვერ ვიწერდი სწორად ხმას და სულ ან მეშლებოდა საერთოდ, ან რაღაცა საშინელი ჯოჯოხეთური ხმები ამოდიოდა იქიდან. თუმცა ამ ბოლო დროს, ბოლო რამდენიმე წელში მიკროფონები დაიხვეწა, ეს DJI-ის პატარა მიკროფონები რაც გამოვიდა, ეგ თუ გაქვს წესით პრობლემა აღარ გექნება, იმიტომ რომ დიდი ხარისხი აქვს და კარგად იწერს. ამიტომ ჩემი არხისთვის საკმარისად ვიცი ხმის ჩაწერა, ან ამ მიკროფონის გამოყენება, ან პატარა გრილი მიკროფონების. აი ახლა ჩვენ 5 პროფესია რაც ჩამოთვალეთ, რაც იუთუბერმა რაღაც დონეზე მაინც უნდა იცოდეს, რომ პირველი ვიდეო გადაიღოს. ეს 5 პროფესია არის აუცილებელი მხოლოდ იმისთვის, რომ ვიდეო ჩართოთ ჩაწერაზე. ამის შემდეგ იწყება პოსტ რასაც ეძახიან, ანუ უკვე როცა მასალა გაქვს და შემდეგ რა პროფესიები შემოდის. მაგალითად, ვიდეო ედიტინგი, ანუ მონტაჟი, ანუ ვიდეო ედიტორი. ეს არის უკვე მე-6 პროფესია, რაც იუთუბერს ჭირდება და კიდევ 32 უნდა თქვათ ასეთი რამე. იუთუბერული ედიტი არის
საერთოდ სხვა ფენომენი, რომელიც არ გავს არაფერს, არც ფილმებს, არც ტელევიზიას, არც რეკლამებს, არაფერს. კარგი ედიტორები YouTube-ზე არიან ის ადამიანები, ვინც უბრალოდ YouTube-ს კარგად იცნობს და ბევრ ვიდეოებს უყურებს. და კარგია და სასურველია თუ სხვა სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. როგორ შევაფასებდით ჩემ არხს ედიტის კუთხით? ჩემს არხზე ითვლებოდა რომ ყველაზე მაგარი ედიტი მე მაქვს ქართული YouTube-ზე, თუმცა ადრე ძალიან, კიდე მაშინ ყველა სტატიკური კადრით რო იღებდა, თუმცა შემდეგ დონე ძალიან აიწია და ჩემი არხის ედიტის განვითარების დონე ამიტომ ვერ მიყვა. ახლა სხვა ბევრი YouTuber-ს აქვს ჩემზე მაგარი ედიტი. მეც ვიცი როგორ უნდა იყოს ვიდეო დაედიტებული იდეალურად და ჩემ არხზე ეგეთი ვიდეოები არის საკმარისად ბევრი, თუმცა რომ თქვა რომ ჩემი ყოველი ვიდეო რაღაცა ედიტის დონეს დებს, ეგრე არ არის. იმიტომ რომ ხან ვიდეოს დადება მიჩხარება რაღაც სპონსორების, შეიძლება სპონსორის გამო შეიძლება ისე მე თვითონ რაღაცა თემიდან გამომდინარე და მოკლედ ჩემს არხზე კარგი ედიტი მაშინ არის, როცა მე მაქვს იმის საშუალება რომ ედიტით გავერთო და არსად არ მაგვიანდება. ეგეთი ვიდეოები ძალიან კარგად არის დაედიტებული და ჩემს არხზე რა ვიდეოებიც გიყვართ, უმეტესობა მათგანი ეგრე არის გაკეთებული. მაგრამ ახლა ქართულ YouTube-ზე რატომაც არის, ჩემს ედიტ სტოპს ვერ დაუწერდი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ვიცი როგორ უნდა იყოს, იდეალურ ვერსიაში უბრალოდ ხანდახან რაღაცების გამო თად ეგრე იდეალურად ვერ ვაკეთებ. ცოტა მეტი დრო რომ დავახარჯო, იქნებოდა იდეალური, მაგრამ ახლა დავუწეროთ საკუთარ თავს საკმარისი. ხმის ინჟინერია. ხმის ინჟინერია არის ამბავი, როცა შენი ჩაწერილი ხმა უნდა დაამუშავო. როგორც წესი პირდაპირ ჩაწერილი ხმა, ესე პირდაპირ კარგი არ არის ხოლმე. როცა პროფესიონალურ ვიდეოს იღებენ, ხმის ინჟინერთან გზავნიან აუდიოს, ის დაამუშავებს და უკან აფორმებს. ესეც ერთ-ერთი ნიუანსია, იმიტომ რომ რა ვიდეოც უნდა გადაიღოთ, პირდაპირ ჩაწერილი ხმა წრის არ ვარ. ამაშიც დავუწერდი საკუთარ თავს საკმარის. რადგან ეგ არ ვიცი უბრალოდ, ჩემი ვიდეოსთვის სწორად როგორ ჩავიწერო ხმა, მაგდენი ვიცი. მეგონა უფრო ბევრი მწვანე მექნებოდა, მე კიდე ყვითლები მაქვს. ფოტო ედიტინგი, ანუ thumbnail და დიზაინი არხის. მოდი ეს ერთ ყველაფერში მოვაქციოთ. როცა YouTuber ხარ, ფოტოების ედიტინგი, ფოტოების დამუშავება რაღაც ზონაზე მაინც უნდა იცოდე. ვიდეოებში გჭირდება სულ რაღაცების ჩასმა და გადაკეთება, განმოკეთება, ან ეგ რომ არ გჭირდებოდეს, ყოველ ვიდეოზე ერთი thumbnail მაინც გჭირდება, რომელსაც რაც უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობ და ხარისხიანად გააკეთებ, უკეთესია. ჩემი არხი მაგით არ გამოირჩევა. მე არ მაქვს კარგი thumbnail-ები, OG style YouTuber-ისთვის დამახასიათებელი სტილი მაქვს, სადაც გვერდით მევჩანვარ და ცოტა მარცხნივ სხვა რაღაცეები და მაგას დიდი დიზაინერული ცოდნა აჭირდება მაგ ყველაფრის გაკეთებას. თუმცა ამბავ დროს ჩემი thumbnail-ები არ მომწონს და მგონია რომ ჩემი არხისთვის საკმარის არ არის, რადგან ვიდეოს ანალიტიკაში როცა ხედავ, ჩემს ვიდეოს აქვს ძალიან კარგი პერფორმანსი, როცა ვიდეოს ჩართავ, თითქმის არავინ არ გადის, მაგრამ დაკლიკებადობა რამდენიმე პროცენტით დავალია, ვიდრე უნდა იყოს. ამიტომ ჩემი აზრით thumbnail-ები მაქვს ამოსაკაჩი. YouTube ვიდეოს გამოქვეყნება. YouTube ვიდეოს გამოქვეყნება არის ცალკე პროფესია საერთოდ, ისევე როგორც დიზაინი, ხმის ინჟინერია, მონტაჟი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ვიდეოს გამოქვეყნების ნიუანსები იმდენად ცვლის ვიდეოს, გულისხმობ ჰეშტეგებს, რომელიც დაფარულია ვიდეოზე, ასევე ვიდეოს აღწერას, ენდსკრინების შეფუთვას, იქ ქარდების დამატებას, თუნდაც პლეილისტების აწყობას, არხის ვიზუალის შექმნას. ამ ერთ რაღაცაში იმდენი ნიუანსია, რომ ესეც ერთ-ერთი პროფესია, როგორც არსებობს სოციმედია, მენეჯერი მაგალითად, რომელიც სოციალურ ქსელებს მართავს, ასევე არსებობს სპეციალურად ადამიანი, ვინც YouTube არხის მართვაში, ვიდეოს გამოქვეყნებაში და ეგეთ რაღაცეებში არის პროფესიონალი. ეგეთი პროფესიონალი ალბათ საქართველოში არ არსებობს არავინ. გარდა YouTuber-ებისა, რომლებსაც მოგვიწია ესე უბრალოდ პრაქტიკიდან გამომდინარე სწავლა. და თან ამ ვიდეოში ყველაზე საინტერესო ახლა არის ისიც, რაზეც ვლაპარაკობ. რაც მე ჩამოთვალე და რასაც კიდე ჩამოთვლი. ერთიც კი რომ არ გქონდეს, შეიძლება მაგან დაასრულოს შენი კარიერა. YouTube-ის წიაღწევებში მაგარი ვარ მართლა, ამიტომ ამაში ტოპს დავწერე საკუთარ თავს. YouTube ბუღალტერია. YouTube ბუღალტერია არის როგორი რაღაცა, იცით? YouTube-ზე რო რეგისტრირდები და მონეტიზაციას რთავ, ფაქტობრივად ირლანდიურ ბანკში რეგისტრირდები და აკეთებ აკაუნტს, სადაც ფიზიკურად უნდა ჩამოგივიდეს კონვერტი და რაღაცა კონტრაქტები შეავსო და უამრავი რაღაცაა გასაკეთებელი, სანამ უბრალოდ მონეტიზაცია ჩართავ. არსებობენ ახლაც ქართველი YouTuber-ები, რომლებსაც ეგ კიდე არ აქვთ მოგვარებული ბოლომდე და უმეტესობა მათგანს მე გავუკეთე. და ძალიან რთულია. და მარტო იმაზე არ არის, რომ აი ფული არ დაგერიცხება მონეტიზაციისგან და დიდი ამბავი. ანუ თუ მაგას არ გააკეთებ YouTube-ის ოფიციალურ პარტნიორად არ ითვლები, ანუ ოფიციალური YouTuber-ად შეიძლება საპორტთან თვითონ არ გქონდეს და კიდე რაღაცა პატარ-პატარა პრობლემებია. ამიტომ ეგ ყველაფერი უნდა იყოს გამართული და მაგის გამართვა თითქმის არავინ არ იცის ჩვენს ქვეყანაში. და ისე ჩვენ YouTuber-ები თუ ერთმანეთს რაღაცებს გაუზიარებთ და მაგიდან გვეცოდინებთ. ამაში დავუწერ საკუთარ თავს ტოპს. დამატებითი სოციმედია. დამატებითი სოციმედია არის, როცა YouTuber-ი ხარ და გაქვს ძლიერი TikTok-ი, ძლიერი Instagram-ი, ან Facebook-ი, ან Reddit-ი, ან რავი, LinkedIn-ი, ან რავი, რაც გინდა. ესეც ცალკე პროფესიად იმიტომ გავიყვანე, რომ TikTok-ერობა და Instagram-ერობა მაგალითად არის როგორც პროფესიები. YouTuber-ს წესით კარგია თუ დამატებითი სოციმედიები ძლიერი აქვს. მე მაგალითად რავი 100,000 გამოვწერე ყველგან მყავს სხვა სოციალურ ქსელებშიც. მაგრამ სხვა სოციმედიები არ მიყვარს. TikTok-ი
კარგად ამიღია, მგონი 1-6 თვეა. მანამდეც YouTube-დან ამოჭრილ რაღაცებს ვდებდი. Instagram-ზე ახლა ცოტა სტორები და რაღაცები დავიწყე, მაგრამ არ მეყვარს მაინც. იდეალურ პირობებში ალბათ YouTube-ის ვიდეოების გარდა არაფერს არ გადავიღებდი. მაგრამ რავი, რადგან 100,000 გამოწერი ყავს, ყველგან საკმარისი დავწეროთ საკუთარ თავზე. უკვე 11 მორჩით. პირველი 5 იყო ვიდეოს დარეკორდება, შემდეგი 6 იყო უკვე გადაღებული ვიდეო, როგორ უნდა დაამონტაჟო და სოციალ-მედიაში განათავსო. უკვე 11 პროფესია გავიარეთ. 11 სხვადასხვა პროფესია. მაგალითად, კომპანიამ რომ ეს ყველაფერი შეუკეთოს თავისი სოციალური ქსელებისთვის, ეს ყველა ადამიანი ცალ-ცალკე უნდა დაიქირავოს. გავაგზავნოთ. მე-12 არის ბრენდინგი. როცა იუთუბერი ხარ, ბრენდინგი უნდა იცოდე რა არის. საფუძვლები მინიმუმ. უნდა იცოდე როგორ მუშაობს ეს სფერო. როცა კომპანია შენთან მოდის თანამშრომლობის სურვილით, დიდი ალბათობით მან არ იცის რა სტილის თანამშრომლობა უნდა შენთან. უდიდესი გამოცდილებით ასე ხდება, რადგან იუთუბერებთან თანამშრომლობაც ახალი ხილია და მათაც არ იციან უბრალოდ. ამიტომ ხშირად გვიწევს ჩვენ იუთუბერებს კომპანიას ჩვენ თვითონ მოვუფიქროთ, დაუშვათ როგორ უნდა ითანამშრომლონ სწორად ჩვენთან, როგორ ჩავსვათ, რა პროდუქცია უფრო ჯობია და კომპანიები რომლებიც ჩვენ გვეთანამშრომლობიან, ჩვენ გვიწევს მათთვის ბევრი მარკეტინგული აქტივობის მოფიქრება ჩვენი არხის მიღმაც კი. ერთი მომენტი ეს არის კიდე შეიძლება ისეთ რაღაცას გთავაზობენ, რომ შენი არხისთვის შეიძლება შეუსაბამო იყოს, ან შენ თვითონვე გააკეთო ისეთი რაღაცა შენივე ვიდეოში და შენივე ბრენდისთვის შეუსაბამო იყოს და მოკლედ ბრენდი კარგად უნდა გესმოდეს. მე მაშინ მივხვდი რომ ჩემ ბრენდი, ასე ვთქვათ, კარგად მუშაობს, როცა ქუჩაში მიცნეს, ჰიტავერი გაიხსენეს სახელი და მითხეს რომ შენ ის არ ხარ, 160 IQ რო აქვს. ეგ კიდე არაფერია. კიდე უთქვამთ ბევრჯერ რომ ვერც ჰიტა გაიხსენეს, ვერც 160 IQ გაიხსენეს. და მითხეს რომ შენ ის არ ხარ, ჭკვიანი როა. და რავი, კი მეთქი. მოდი ვიქნები ცოტა თავხედი და ამ კრიტერიუმში საკუთარ თავს დავუწერ ტოპს. შემდეგი არის მარკეტინგი. მე მგონი მარკეტინგზე რაც უნდა ველაპარაკო, ბრენდინგზე ველაპარაკე. მარკეტინგის ცოდნაც არის აუცილებელი. ბრენდინგის და მარკეტინგის არ ცოდნა იუთუბერს არ ეპატიება. როგორც კი ცოტა ოდნავ წარმატებას მიაღწევ, ეგრევე გაიჭედები ეს ორი რაღაცა თუ არ გაქვს ნორმალურ ლეველზე მაინც. მარკეტინგშიც დავუწერდი საკუთარ თავს ტოპს. ეხლა მეძალება ამაზე ელაპარაკი ზუსტად რატო, მაგრამ ასე მიმაჩნია სწორად. ანალიტიკა. როცა იუთუბერი ხდები, ანალიტიკის კეთება ხდება შენი მეგობარი. შენი ყველა ვიდეოს შემდეგ უნდა შეაფასო შენი ვიდეოს პერფორმანსი პროცენტებში. შენი არხის ზრდა. როცა კომპანიებთან თანამშრომლობ, შენი არხის ანალიტიკა არის მთავარი რის გამოც კომპანია იღებს გადაწყვეტილებას ითანამშრომლოს თუ არა ჩვენთან, როგორია ჩვენი აუდიტორია, ხალები, კაცები, დემოგრაფია. შემდეგ როცა ვიდეოს გადავიღებთ, ამ კონკრეტული ვიდეოს პერფორმანსი როგორი იყო. ეს უნდა უთხრათ ჩვენ სპონსორებს წესით. ასევე როგორიც იყო ჩვენი ვიდეოს ანალიტიკა, ამის მიხედვით უნდა ჩავასწოროთ ჩვენი მომდევნო ვიდეოები. გარდა ამისა, ანალიტიკაში ვხედავთ, როდის არის ვიდეოს გამოქვეყნება პროდუქტიული, მაგალითად შაბათ-კვირას, კვირის დღეებში, ზამთარში, ზაფხულში, დასვენების დღეს, წვიმის დროს, ღამით, დღისით თუ როდის. ამიტომ ანალიტიკა უნდა გიყვარდეს ჩემი აზრით, როცა იუთუბერი ხარ. და თუ შენ თვითონ არ იცი და არც გიყვარს, ანალიტიკოსი არის საჭირო. რამდენიმე ქართველი იუთუბერი სხვათა შორის ანალიტიკოსი ხავს. როგორც ცალკე პროფესიას არ აქვს. მე მაშინ გავიგე. ვაჭრობა. შეიძლება გაგიკვირდეთ, რატო ჩავსვი ვაჭრობა როგორც ასეთი. დაშოშია ვაჭრობა. მაგრამ რამდენიმე იუთუბერი მინახავს ცხოვრებაში, ვინც იმიტომ გაიჭედა, რომ ვაჭრობა ვერ დაამუყამა, ან არ დაამუყამა. თან სასაცილო ვაჭრობა აქ რო არის ასე, მაგრამ მართლა ანუ როგორი რაღაცა ხდება იცით? როცა თანამშრომლობები გიწევს, ისეთი ვაჭრობა მიდის, თუ გერიდება ან რაღაცა ვერ დაამუყამე საკმარისად კარგად, შეიძლება ფული იქეთ მიგატანინო. შენ გაარეკლამო და კიდე იქით გადავხადო თანხა. მე სადღაც 1-2 წლის წინ დავიწყე მაგის დამუყანება, მივხვდი რომ ვერ გადარჩებოდი სხვანაირად, იმიტომ რომ მერიდებოდა თანხაზე რო ვეთყოდი რაღაცას და მე ცოტა ნაკლებს მეტყოდნენ, აი მეთქი გაიჯანდაოს და რაღაცა და მერიდებოდა, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის ის კრიტერიუმი, რომელიც მე რამდენიმე თვის წინ დავხვეწე. თან ვაჭრობაში ახლა ტოპი დაუწერო საკუთარ თავს. ძალიან რაღაცნაირი Wall Street-ის გელი უნდა იყო ანამე. ეგრე არ ვარ, მაგრამ თუ რაღაცა საქართველოში გადავხედავთ ახლა რა მდგომარეობა კონკრეტულად ამ წელიწადის ამ თვეში ბაზარზე შეიძლება ვიყო ტოპი. ეს იყო უკვე 15. არსებობენ იუთუბერები, ვისაც ყავთ ადამიანი, ვინც ამ იუთუბერისთვის იძიებს რეკლამებს და ამ ვაჭრობის ნაწილში და მთლიანად რეკლამის მოტანის თუ რაღაცა ეგეთის თემაზე საერთოდ სხვა ადამიანი მუშაობს. ახლა ჩვენ გავიარეთ 15 პროფესია, რომელიც იუთუბერს ჭირდება და 15 ვერ მნიშვნელოვანია. და რაც უფრო კარგ დონეზე იცი, მით უფრო ძლიერი ხარ. ამდენი პროფესია რომ არის საჭირო, ეს იმას ნიშნავს, რომ განათლებისკენ სულ უნდა ისწრაფოდეს ადამიანი. განათლების გზაზე არ უნდა გაჩერდე არასდროს. და განათლების გზაზე რომ არ გავჩერდეთ არასდროს, ამისთვის საქართველოს ბანკი ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. მაგალითად, საქართველოში არსებობს ყოველწლიურად ასობით სტიპენდიანტი და სტიპენდიის მიღების 40-ზე მეტი პროგრამა. შეიძლება თქვენ ან თქვენს ახლობელს ვინმეს ძალიან გამოადგეს ის, რასაც ახლა გეტყვით. თუ სწავლობთ უნივერსიტეტში, შეგიძლიათ მოიპოვოთ 100%-იანი დაფინანსება 1 წლით. არ აქვს მნიშვნელობა რომელ კურსზე ხართ. რეგისტრაცია სტიპენდიების მიღებაზე უკვე დაწყებულია სტიპენდია ბოგჯიზე. უნდა აირჩიო შენი უნივერსიტეტი, აწერო სამოტივაციო წერილი და გააგზავნო აპლიკაცია.
და თუ კარგ სამოტივაციო წერილს დაწერთ, 1 წლიან სტიპენდიას მოიპოვებთ. მაღალი აკადემიური მოწრება და კიდე რაღაც კრიტერიუმებია, რაც უნდა დააკმაყოფილოთ. თუმცა ბევრ სტუდენტს უდასტურებენ და იმედია თქვენს მოხვდებით მათში. და ეს ჩემთვის დიდი ფლექსი იქნება თუ ეს ინფორმაცია ჩემიდან გაიგეთ და ჩემი არ მოსმენელი ინფორმაციის გამო 1 წელი უფასოდ ისწავლეთ. ყველას წარმატებებს გისურვებთ და აქ რა უნივერსიტეტებიც დაინახავთ ახლა, აქ მოქმედებს ეს სტიპენდიები. ჩვენ ხო 15 პროფესიაზე ვისაუბრეთ, ასე ვთქვათ. ახლა დანარჩენი იქნება უკვე ის აუცილებელი უნარები და ხედვები, რაც უნდა ქონდეს კარგი იუთუბერს. კარგი იუთუბერში გულისხმობ იუთუბერს, რომელსაც შეუძლია გრძელვადიანად იყოს წარმატებული იუთუბერი, ეს იყოს მისი შემოსავალიც, ჰობიც და ცხოვრების სტილიც. ჟინი და სურვილი. იცი რა, იუთუბერობისთვის რატო იღწვი? ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ ვინმე იმიტომ იღწვის იუთუბერობისთვის, რომ ბევრი ფული იშოვნოს, როგორც წესი არ გამოსდით ხოლმე. რაღაცა სხვა უნდა გიყვარდეს ამ სფეროში, რომ წარმატებას მიაღწიო. თუ იუთუბერი იმიტომ ხარ, რომ იუთუბერობა არ გინდა, მაშინ იუთუბერი ვერ იქნები. და თუ იუთუბერობას იმიტომ იწყებ, რომ იუთუბერი გინდა იყო, ეს შენი ჟინია და ეს აგაფრთოვანებს, მაშინ უნდა იყო იუთუბერი. და ეს არ უნდა გასვენებდეს. მოკლედ, აღტკინებული უნდა იყო იუთუბით და იუთუბერობით. აქ საკუთარ თავს პირდაპირ ტოპს დავუწერო. შემდეგ იყოს გადმოცემის უნარი. გადმოცემის უნარიც ისეთი უნარია, რომელიც შეგიძლია გამოიმუშაო. ან ზოგს თავიდანვე კარგად აქვს. მაგრამ თუ გადმოცემის უნარი კარგი არ გაქვს, ძალიან გაგიჭირდება ამ სფეროში. იმიტომ რომ გადმოცემის ხელოვნებაა. ტოპ. უბრალოდ გავამწვანე საკუთარი შეფასებები. ტრენდ მგრძნობელობა. ტრენდ მგრძნობელობაც არის აუცილებელი. უნდა იცოდე რა ტრენდებია შენს ქვეყანაში, რა ტრენდებია გლობალურად, რაზე ლაპარაკობს ხალხი და ზოგადად ძალიან ჭკვიანი უნდა იყო ამ მიმართულებით. ესეც ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ყველა ტრენდი ვიცი რაც ყოფილა და გამოცნობითაც გამომიცნია ბევრი მომავალში. Clickbait მგრძნობელობა. Clickbait მგრძნობელობა მოდი დავარქვათ როგორ რაღაცას იცით? როგორ უნდა შეფუთო ვიდეო სწორად? რა უნდა იყოს ვიდეოს სათაური, რა უნდა იყოს thumbnail-ზე, ოღონდ ზემოთ რომ ვისაუბრეთ დიზაინერულ ცოდნაზე, იქ მაინც თითქოს უფრო ტექნიკურ ცოდნებზე ვისაუბრე და მოვიაზრე ვიდრე აქ. როცა ვიდეოს იღებ, იდეალურ შემთხვევაში უნდა წარმოდგენილი გქონდეს თავიდანვე რა ქვია ამ ვიდეოს და როგორი thumbnail-ი აქვს. და შემდეგ შეაფასო ეგ რამდენად დაჭირადია, რამდენად clickbait-ია, ასევე სხვები წარმოედგინო და ისინი გონებაში ერთმანეთს შეადარო და ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება და აირჩიო. ამაშიც კარგი ვარ. კონტექსტის აღქმა. ეხლა შეიძლება ვიღაცებმა იფიქროთ, ეს რა სისულელე რაღაცები ჩავამატი აქ, მაგრამ აი თუნდაც ამ რაღაცას რაც შეიძლება არც ისე სერიოზულად გეჩვენებათ, ამასაც კი შეუძლია იუთუბერის კარიერა დაასრულოს. მაგალითზე გეტყვით, ნახეთ, აი რამდენიმე კვირის წინ გიგი დაიმარხა მიწაში და მისტერ ბისტის რეკორდი მოხსნა, რომ 8 დღე გაატარა კუბოში ჩაწოლილი. დაიმარხა, ხო ასე ვთქვათ. წარმატებული იუთუბერია, გიგი თავის კონტენტს იღებს, მისტერ ბისტს ეჯიბრება და თავის კონტენტშია, მაგრამ თუ ამ დროს ქვეყანაში რაღაცა ტრაგედია ხდება, ან ზვავი, ან ხვარცოფი, ან რაღაცა, რამაც დაუშვათ ტრაგედია გამოიწვია და ეგრე რაღაცა ჩამარხვით რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ან რაღაცა სახიფათო მოხდა. თითქოს უწყინარი კონტენტი რო საკუთარ თავს მარხავ, ეგეთი ტრაგედიის პარალელურად თუ ხდება, რომ ადამიანები დამარხვით მოკვდნენ და შენ აგერ თავს იმარხავ და რაღაცებზე ხარ, მაიმუნობ, ასე ვთქვათ. აქ უბრალოდ კონტექსტი არ გესმის. და კონტექსტის აღქმა არ გაქვს. და ის არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ შეგნებულმა ადამიანებმა უბრალოდ აღარ გიყურონ, ან აღარ დაგასპონსორონ. ან რაღაცა ტრაგედია ხდება, დიდი და ამ დროს შენ ხუმრობ. აქ თემაზე კი არა, ზოგადად რაღაცა იუმორისტულ ვიდეოს დებ თუნდაც. ეგეც კი მოქმედებს და უამრავი პატარ-პატარა ნიუანსია, რომელიც უნდა გაითვალისწინო და ზუსტად უნდა გესმოდეს ის კონტექსტში, რომელშიც მოვაწევ. აქ საკუთარ თავს ტოპს დაუწერდი, მაგრამ ეს თან როგორ რაღაცა იცით? შეიძლება 10 წელი კარგად აკეთებდი ამ ყველაფერს და ერთ მომენტში რაღაცა გამოგეპაროს და იქ ამ 10 წლის განაკეთებ ყველაფერს ეგრევე ხაზი გადაუსვა. აქ ახლა საკუთარი თავი რომ შევაფასო, კონტექსტის აღქმაში ტოპს დაუწერდი საკუთარ თავს, მაგრამ ცოტა თავმდაბლობა მიხაჩება. ეგეთი ყოვლის მომცველია, ჩემი კონტექსტის აღქმა რომ ტოპი ვაკადრო საკუთარ თავს. იმიტომ რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა თან. მოდი თავმდაბლობამ გაიმარჯვა და საკმარისი დავწერო. ახლა ამ ვიდეოს რომ ვიწერა არის შავი პარასკევი და თუ თქვენ შეიძენთ ნოუთბუქებს, კომპიუტერულ ტექნიკას, კომპიუტერულ აქსესუარებს, პერიფერიას, განსაკუთრებით გეიმინგურ და სარენდერო მოდელებზე, სავარძლებზე და კიდევ სხვაზე და სხვაზე ფართო ასორტიმენტია. მიიღებთ 70%-მდე ფასდაკლებას www.ultra.gz. სოციალური პასუხისმგებლობა. სოციალურ პასუხისმგებლობაში გულისხმობ ესეთ რამეს. ჩვენ იუთუბერები ვართ, წარმატებული ადამიანები, გვაქვს ის რაც სხვა ადამიანებს უნდათ. ბევრი ადამიანი გვიყურებს, პატივს გვცემს და უყვარვართ. გვაქვს ის რაც სხვა ადამიანებს უნდათ, მაგაში გულისხმობ, რომ აი მაგალითად სოსოს ვინც უყურებს, მაყურებელის უმეტესობასაც უნდა რომ თვითონაც იმოგზაუროს. გეიმერი იუთუბერს თუ უყურებ, შენც გინდა რომ ითამაშო და მაგდენი დრო გქონდეს, ამდენიც მას აქვს. ჩემს მაყურებელს შეიძლება უნდოდეს სეტაპი და რაღაცები მოიწყოს ისე კომფორტულად, რომ შემოსავლიანიც იყოს და პლუს ყველაფერთვის დრო გქონდეს, რაც დაინტერესებს. ან ბევრი რამე შეიძლება. ჩვენ ასაც ვიღებთ
ვიღებთ იუთუბერები. ეს ძალიან საპასუხისმგებლო რაღაცაა. იმიტომ რომ 100,000-ობით ადამიანი რაღაცაში გბაძავს შენს იდეებს, ფასეულობებს, ხედვებს, რაღაცებს იზიარებს. და ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ გავხდეთ ყოველდღე საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, რადგან თუ რაღაცებს ვავრცელებთ, აუცილებელია კარგ რაღაცებს ვავრცელებდეთ. და კარგ რაღაცებს ისე ვერ გავვრცელებთ, თუ შენ თვითონ არ გახდი კარგი ადამიანი. თან აქ კონტენტს არ აქვს მნიშვნელობა. შენ რა კონტენტსაც იღებ, ეგ კონტენტი კი არ ვრცელდება. შენ როგორი ცხადია ვრცელდება. ამ კრიტერიუმში ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ, ამიტომ დავწერ ტოპს. თუმცა ესეც ძალიან ძნელია რომ ბოლომდე გესმოდეს. 22. ეს არის იუმორი. იუმორში არ გულისხმობ, რომ ძალიან მაგარ ხუმრობებს უნდა ამბობდე და სადაც მიხვალ ყველა ხითხითებდეს. აქ არის უბრალოდ საუბარი იმაზე, რომ როცა შენზე ხუმრობას ამბობენ, ის მიიღო როგორც ხუმრობა და შენ თვითონაც გაგეცინოს, ან შენ თავზე იხუმრო. იუმორის მიმღებლობას თუნდაც კომენტარებში. ჩემი გამომწერები რომ ჩემზე ხუმრობენ, თან სასაცილოა ჩემთვის მაგალითად. ანუ იუმორში არ გულისხმობ, იუმორინაზე გამახვიდე და ძალიან სასაცილო 10 წუთი გაატარებინო ხალხს. უბრალოდ იუმორის აღქმა უნდა გქონდეს. მოდი საკუთარ თავს დავუწერ საკვარის. რა ჩემი იუმორი მაქვს, რაც თქვენ ალბათ კარგად გაქვს დამოღამებული, მაგრამ უფრო იუმორის მიმღებლობაში მოდი დავწეროთ ჩვენ თავს მაღალი ხულა. თავდაჯერებულობა. თავდაჯერებული თუ არ ხართ, თქვენ ხართ თავდაუჯერებელი. თავდაუჯერებელი ადამიანის ყურება კი არ არის საინტერესო. აქ შემიძლია კიდევ ბევრი ვისაუბრო რატომ და რანაირად, მაგრამ მოდი ესე შევაფასოთ მოკლედ, რომ ბიოლოგიამ და ევოლუციამ ასე ჩამოაყალიბა. ნუ ცოტა თავდაჯერებული და რაღაცა ისეთი თუ არა ხარ, შენ სიტყვას რომ ფასი აქვს და რაღაცა იგეთი, ისე სხვა ადამიანებსაც არ მომდებათ შენი არხის გამოწერა. ცხოვრებაში კიდე ეს როგორ მოხდებს, ეს სხვა ამბავი აქ მხოლოდ იუთუბერულ ჭრილში გულისხმობ. თავდაჯერებული ძალიან ვარ. ამიტომ მე ტოპი. მადლიერება. საბოლოო ჯამში ჩვენ ასაც ვაკეთებთ. ყველაფერი არის თითოეულ თქვენგანზე დამოკიდებული. თითოეული ლაიქი, კომენტარი, ნახვა, ლაიქი და კომენტარი და გამოწერა კიდე თალკი ამბავია. შეგახსენებთ ვარემ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო, არხით გამოიწეროთ და კომენტარიც დამიტოვოთ. კარგი იქნება. და ამისთვის მადლობელი ვარ და მადლიერი. მაგრამ ახლა რომ თქვენ უბრალოდ ჩემს ვიდეოს უყურებთ, ეგენი არც ერთი თუ არ გააკეთეთ. ამისთვისაც კი უკვე 100%-ით მადლიერი ვარ თქვენს მიმართ. და საერთოდ, მე რომ ჭერი მაქვს ახლა და რაც გამაჩნია, საერთოდ ყველაფერს მივახციე ჩემი იუთუბერობით. და თქვენი სიყვარულით და თანადგომით და საბოლოო ჯამში ყველა ინტერნეტში მოღვაწე ადამიანი ასეა. ამიტომ ამას დიდი მადლიერების თანტარება სჭირდება. თუ ამ ყველაფრის მიმართ თითოეულ ნახვის მიმართ თუ მადლიერება არ გაგაჩნია, ვერ გადარჩენია ამ სფეროში. აქ თავმდაბლურად არ მოვიქცევი ხა და ტოპს დავწერ საკუთარ თავს, რადგან ცოტა ისე ფილოსოფიურად რაც რომ შევხედოთ, ჩემი თავის ყველაზე დიდი ნიჭიერება გონია იმაში, რომ უზომოდ მადლიერი ვარ ყველას მიმართ, საერთოდ. ანუ ვინმე ადამიანი რომ თავისთვის არსებობს და თავისთვის ცხოვრობს, მაგის მიმართაც კი გამიცდი მადლიერებას რაღაცნაირად და ვინც მე მიყურებს ან რავი რაღაცა შემხელობა რომ აქ ადამიანთან, კარგიც რომ არაფერი გამიკეთოს, მაინც მადლიერი ვარ მის მიმართ. ეს ცოტა აუხსნელია როგორ ვარ ასე, მაგრამ რომ აღმოაჩინე რომ ასე ვარ და შევიფერე ეს ყველაფერი. გულახდილობა. გულახდილობაც არის აუცილებელი თვისება. თუ თქვენ მიტყუებითში გულისხმობ როგორ რაღაცას იცით, როგორიც არ ხარ და უფრო უკეთეს ვერსიად ცდილობ საკუთარი თავი წარმოაჩინო მაგალითად ვიდეოებში. ეს არის ყოველთვის მოკლევადიანი და გრძელვადიანად არ მუშაობს და თუ გრძელვადიანად არ გაქვს შენი იუთუბერული კარიერა აწყობილი ისე, ფაქტობრივად საერთოდ არ გაქვს. YouTube-ზე ვინც ცოტა ისეთი ძირძველი მაყურებელი ხართ, აუცილებლად გაიხსენებთ მინიმუმ 10 ქართველ იუთუბერს, რომელიც ტოპზე იყო, ყველაზე მეტი ნახვა ჰქონდა და ყველაზე მეტი სპონსორი ჰქონდა და დღეს საერთოდ აღარ არის. არ მომბრო ისინი გულახდილები არ იყვნენ, შეიძლება სხვა მიზეზები იყო, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ყოველ შემთხვევაში შეიძლება იყოს გულახდილობა. რის გამოც ძნელია დიდხანს გაქაჩო. გულახდილი მე ვარ ჩანასით. ფლექსი. იუთუბერი თუ ხარ, აუცილებელია რომ ფლექსი გქონდეს და ფლექსი უნდა იცოდე როგორც ხელოვნება. და რაც უფრო მაგრად ფლექსის ხელოვნებას, მით უფრო მაგარი იუთუბერი ხარ. ზოგადად რომ იცოდეთ. არავის არ უნდა წუწუნა ადამიანს უყუროს. არავის არ უნდა დაასპონსოროს ისეთი იუთუბერი, ვინც წუწუნებს. და იუთუბერი კი არა, ზოგადად წუწუნა ადამიანებს ყველა გაურბის ცხოვრებაში. ვიდეოს რომ იღებს და აქ იქნებოდა თქვენი სპონსორი და ახლა არ არის და რაღაცა. ეგ არის ანტიფლექსი. ეგ არის წუწუნის ბოლო ლეველი. ეგ არ უნდა ქნათ. ანუ ვინც მაგას შვებით, თქვენ კიდე დიდხანს არ გეყოლებათ სპონსორი. რას ნიშნავს აქ იქნებოდა თქვენი სპონსორი, რომ ამბობთ ხოლმე ვიდეოებში. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპონსორი ვერ იჩალიჩეთ. ან საკმარისად მაგარი არ ხართ რომ ყოფილიყო. ან თქვენი არხი არ არის ჯერ იმ დონეზე რომ სპონსორი ყავდეს. ესე კიდე შემიძლია 1000-ობით სიტყვა ჩამოთვალო, რომელიც თქვენ გაკნინებთ. თქვენ რომ მაგარი იყოთ, მან სპონსორი იქნებოდა. მაგ ფრაზაში გულისხმობთ იმას, რომ აი მე მაგარი ვარ, მაგრამ სპონსორები არიან ბანდები და ამიტომ ვერ მოჩნევენ. აქ იქნებოდით, რომ თქვენც მაგრები იყოთ და ამჩნევთ მაგას, მაგრამ ეგრე არ მუშაობს. 100% პირიქით მუშაობს. როცა ინა იფლექსავ და სინამდვილეს წუწუნებ, ეგ არის საშინელება. სხვათა შორის ქართულ YouTube-ზე ფლექსის დეფიციტია. და მოვითხოვ რომ ფლექსი გაძლიერდეს. თუ ფლექსი არ იმატებს, განვითარებას არ იმატებს. ის წუწუნი, ფლექს გაუმარჯოს. მე ძალიან მევასება ფლექსი. ამიტომ ვინც ყველაზე მეტად ფლექსაობს, იმას უფრო გულიანად უყურებ ხოლმე. და ახლა ფლექსში საკუთარ თავზე რომ არ დაუწერო ტოპ, ესეც არ იქნება ფლექსი. ამიტომ ტოპ.
მეგობრებო, არ მინდა რომ დამავიწყდეს, რომ შეგახსენოთ, რომ მერაბი ჭუბობს სულ მალე. პეტერიანს ეჭუბება უკვე მეორედ და ძალიან მინდა რომ მთელი გულით უქომაგოთ და უგულშემატკივროთ, რადგან ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მკაცობიობის და სპორტის ისტორიაში და ძალიან მინდა რომ მოიგოს თან რუსებისთვის. თან ვიცი რომ თქვენც იქნებ უქომაგებთ ისედაც. ასევე ქართველი ჩემპიონები რომ თელ ამერიკაში და გლობალურად საუკეთესოები არიან, ამ ყველაფერთან სინქრონში სედანტამ გააკეთა ქართული MMA ორგანიზაცია რკენა და ახლა 29-ში არის პირველი ივენთი, სადაც ქართველი მებრძოლები დაუპირისპირდებიან უცხოელ მებრძოლებს. და მთელი ქარდი ეგრე არის აწყობილი, რომ ქართველი versus უცხოელი. 29-ში არის ივენთი სპორტის სასახლეში და თუ გაქვთ დასწრების როლი, ვიდეოს ქვემოთ დაგიტოვოთ ლინკი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები. ეს პირველი ივენთია და იმედია ყველა ქართველი მოიგებს. და საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი არის მთავარი ქარდის ჰედლაინერი. კიდე სოზა ჭუბობს. სოზასთან ერთად პოდკასტში ვარ, ადრე ნამყოფი და ძალიან ჭკვიანი ბიჭია. რკენაზე მეც ვიქნები და ვფიქრობ ეს ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა იქნება საქართველოში MMA-ის დონის ასაწევად. და სეტან და საერთოდ სუპერ კულ კომპანია. გზელადიანობა. თუ შენ როგორც იუთუბერი არ ხარ გზელადაზე აწყობილი, შეუძლებელია მოკლებადაზე იშოვო ბევრი ფული და მე სხვა საქმეში გადავხვიდე. ეს არ მოხდება არასდროს და არც მოხდება. წინანდულებში შენ უნდა დაიწყო იუთუბერობა, თუ გინდა დაიწყო, უნდა იცვალო 1-2 წელი. შენი ვიდეოს მაყურებელი ისევ შენ იყო სხვადასხვა მოწყობილობიდან და ნელ-ნელა რაღაცას მიაღწიო ცხოვრებაში. იუთუბერები იცით რატომ ვართ მაგარი ტიპები ზოგადად, რომ არ არსებობს შემთხვევითი იუთუბერი, რომელიც წარმატებულია. არ მახსოვს რომ მოდი კამერა გადავწირთე და კამერა გამიცხელდა. ოპერატორობაზე რო ახლა ტოპი მეწეროს, კამერა არ გამიცხელდებოდა და გათვლილი მექნებოდა რაღაცა ეგეთი. გზელადიანობაზე არ ვიცი რა სამოდი, გზელადიანობა არის კარგი, მოკლევადიანობა არის ცუდი. მე გზელადიანად გავთვალე ყველაფერი, ამიტომ ტოპს დავწერ საკუთარ თავს. დროის გაძლება და აქტუალობის არ დაკარგვა. ეს რა არის იცით? შეიძლება იყო ტოპ იუთუბერი, გახდე, ბევრი სპონსორი ყავდეს, ბევრი მაყურებელი ყავდეს და ბევრი გამომწერები, მაგრამ რომ გავა 1 წელი, 2 წელი, დროს ვერ გაუძლო და საინტერესოობა დაკარგო. და ეს არის ცალკე ხელოვნება, ალბათ. როგორ უნდა იყო ისე, რომ არ დაკარგო საინტერესოობა. ეს უფრო რთული ლეველია და უფრო ძნელია, ვიდრე წარმატებული იუთუბერი რომ გახდე. საკუთარ თავს შევაფასებდი, რავი, მე არ დამიკარგავს. 7 წელი თუ არ დავკარგე და ყოველ წელს უკეთესი წელი მაქვს ვიდრე წინა, ტოპ. მემ კულტურა, ასე დავარქვი 29-ს. მაგრამ აქ მიმების რეაქცია უნდა გადაიღოს ან მე მაგას კი არ გულისხმობ. უნდა გესმოდეთ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, როგორ მუშაობს მიმები. უფრო გასაგებად რომ თქვათ, რაზე ხუმრობს ხალხი და რატო ხუმრობს იმაზე ხალხი, რაზეც ხუმრობს. მიმებს აქ მაინც ფოტო მიმებს არ გულისხმობ. გულისხმობ რაღაცები როგორ იტრენდება, როგორ მიმდება. იუთუბერისთვის ეს ყველაფერი საქმიანობის ნაწილია. აი ახლა არის მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრენდი საქართველოში, რაღაცა ოპერაცია არ გამიკეთებია. როდის გადაწყვიტე რომ ოპერაცია გაგიკეთებინა? ოპერაცია არ გამიკეთებია. ეს ხო სისულელია რომ 10,000 ადამიანი ამაზე რაღაცა ვიდეოებს იღებდეს და ხუმრობდეს. მაგრამ ამას რაღაცა თავისი კონტექსტი აქვს. რატოც მოხდა? რამდენიმე თვე რომ გავა, ან რამდენიმე წელი რომ გავა, ოპერაცია არ გამიკეთებია და რაღაცა ის ხუმრობა რომ თქვა, ძალიან სისულელე იქნება და არავის არ გაეცინება. და შეიძლება ვიღაცას ახსოვდეს რომ ამ ახლა 2025 წლის ნოემბერში ამაზე მიმები იყო და შეიძლება იმან რაღაცა უკავშირი მოგცეთ, მაგრამ სულ არის რაღაცა ისეთი სახუმარო თემები საზოგადოებაში, სულ ცვალებადია. ამ ყველაფრის შინაარსი და კონტექსტი უნდა გესმოდეთ, რატო არის ასე საერთოდ. ამაზე ძალიან ბევრი მიფიქრია, ამიტომ ტოპ. მოთმინების უნარი. მოთმინების უნარის გარეშე YouTube-ზე რაიმის მიღწევა წარმოუდგენელია. იმიტომ რომ ყველაფერს სჭირდება დრო. ერთი ძალიან საშინელი, ბრუტალური და ცუდი გამოთქმა არსებობს, მაგრამ იდეის აღწერად კარგია. ძველი რაღაც ჯინგის ხანის ან ვიღაცა ეგეთი მეფის გამოთქმა არის ბრძნული ამ თემასთან დაკავშირებით. ვისი არ ვიცი. 9 ქალიც რომ და ორსულო, ბავშვი ერთ თვეში მაინც ვერ გეყოლება. და ამით იმის თქმა უნდა ამ სიტყვების ავტორს რომ დრო ყველაფერს სჭირდება. ამ ციტატის მოშვედება ვულგარულობაში არ ჩამოვართვათ, მაგრამ ცოტა უფრო ისეთი ლამაზი ყველაფერი მოვიფიქრე. სულ სწრაფობა ცუდია. ასეულში მოდი ასე ვთქვათ. მოთმინების უნარი დიდი პლუსია. არა მარტო იუთუბერობაში, ზოგადად ცხოვრებაშიც მოთმინების უნარი ასწავლებს. მე ძალიან მოთმენი ადამიანი ვარ. შემიძლია რაღაცები ვაკეთო, თვითონ ამ ბიჭი გადავდგა, მას შედეგს ველოდებოდი 10 წლის მერე და ეგ ოკეია ჩვენთვის. ნაკლები ძალისხმევა. ეს არის რა, ნახეთ, იუთუბერობას სახასიათებს ესეთი რამე. მაქსიმალურ შედეგს უნდა მიაღწიო ნაკლები რესურსის დახარჯვით და ნაკლები ძალისხმევით, მინიმალური ძალისხმევით. ამაში მე ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ვარ, საერთოდ რომ იცოდეთ. მე რომ ახლა ერთი ვიდეოს გადაღება მიჯდებოდეს 10,000 ლარი, თანხასაც არ აქვს მნიშვნელობა, დიდი რესურსი რომ მიჯდებოდეს, არის ენერგიის დონეზე თუნდაც. ალბათ იუთუბერი საერთოდ არ ვიქნებოდი. იმიტომ რომ ჩვენთვის ვიდეოს გადაღება არის ყველაზე ცოტა ძალისხმევით, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ჩემს სახლში მაქვს ეს სტუდია, აქ ვცხოვრობ ისედაც. მოვალ დავჯდები კომპიუტერთან, თან ვიდეოებს ვიღებ. მე რომ სადმე მიწევდეს წასვლა სტუმრების მოწვევა, ოპერატორის დაქირავება, განათების, ოფისის რაღაც ადამიანები მოდიან და მუშაობენ, ან მაგის თავი არ მაქვს. მე მინდა ეს ჩემს სკოლაზე კომპიუტერთან ვიჯდე. კარგი, ეს ჩემ თავზე, მაგრამ ნახეთ, სხვები როგორ ფიქრობენ
ფიქრობენ, ვინც ამ კრიტერიუმში უშვებს შეცდომას. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ვიდეოში რაიმე სიგიჟეს გააკეთებ, ან ბევრ ფულს დახარჯავ, ეს ვიდეო ბევრ შედეგსაც მოიტანს. მაგრამ ასე არ არის. ხშირად ნებისმიერ იუთუბერს, ვისაც არ უნდა გკითხოთ, ყველაზე წარმატებული ვიდეო დიდი ალბათობით აქვს ისეთი ვიდეო, რომელიც უცებ მოიფიქრა, ან შემთხვევით გადაიღო, ან ძალიან ცოტა ენერგია დახარჯა მასზე. და შემდეგ უკვირთა თითქოს ხალხსაც ბრაზდებიან, რადგან რომელშიც ბევრი შრომა ჩადეს, იმას არ უფასებენ თუ რაღაცა იგივე. მაგრამ ეგ არ არის თავარი. ანუ თავარია სტრატეგია აწყო ისე, რომ შენ ერთი ვიდეო კი არ გადაიღო და ძალიან მაგარი. შენ წარმოდგენით. ანამით ბევრი ვიდეო გადაიღო და ამ ვიდეოების გადაღება მას შეგაძუხოს. რომ დიდხანს გაძლო და თუ დიდხანს გაძლებ, წარმატება აუცილებლად იქნება. თუ ვერ გაძლებ დიდხანს, ვერ იქნება. და მიმივით არის ეს კაცი რომ თხრის ალმასებისკენ და მე ბრუნდება. ეს ალმასები როდის შეხვდება, არ იცი. და რაც უფრო ბევრ ძალისხმევიან ვიდეოს დებ, ეს მით უფრო გაცლის რესურსს. და უფრო მალე მიდიხარ იქამდე, რომ აი არაფერი არ გამოდის, ახლა ყველაფერი ჩავდე ვიდეოში, არაფერი არ გამოვიდა და უკვე უნდა დავიხიო, და თუ ყველაფერი ჩავდე და ამის შემდეგ ამდენსაც ვერ ჩავდებ და მაინც არაფერი არ მე მით უმეტეს არაფერი არ გამოვა, აი მანდარი ხაფანგი. პირიქით, იჩილავით, არ გინდათ მაგარი ხარისხის ვიდეოები, აპარატურებით 8K და რაღაცეები, არ გინდათ მაინც თვალზე გაფრენა რომ ეფექტური ვიდეო გამოგივიდეთ, შეგიძლიათ პურზე ჩახვიდეთ და ეგეც ეფექტური იყოს და მარტივად უნდა შეხედოთ მაგას. ამაში ვარ საუკეთესო. ტოპიკი არა, საუკეთესო. ჩემი არხის სპონსორია Selfie. Selfie-მ დაიწყო ასეთი საინტერესო ამბავი, რომ თუ თქვენს მობილურზე ჩარიცხავთ 5 ლარს, ყოველი 5 ლარის ჩარიცხვაზე უпростоრად, აგროვებთ ბილეთებს. ყოველ კვირა ჯამში 5 ჯერ გათამაშდება 5000 ლარი და ფინალური გათამაშება იქნება 28 დეკემბერს. სადაც გათამაშდება 10000, 20000, 50000 და 100000 ლარი. და თუ მობილურზე ჩარიცხვას გააკეთებთ აპლიკაციიდან, ყოველ 5 ლარზე 2x ბილეთები დაგერიცხებთ. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკრიფოთ PIPK 25 DSI ან როგორც გითხარით აპლიკაციიდან გააკეთოთ. აპლიკაციაში კიდევ ბევრი საინტერესო რაღაცაა, მაგრამ გირჩევთ აპლიკაციიდან ქნათ. კოლეგიალურობა. როცა იუთუბერი ხარ, სხვა იუთუბერის გაქაჩვაზე ზრუნვა. ასეულობენ იუთუბერების უმეტესობა, რომელიც ასე იქცევა და ასეთია. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. რამდენიმე ათეული იუთუბერია, სულ რომელმაც განვავითარეთ ეს სფერო, იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთს უბრალოდ ვეხმარებოდით თუნდაც ინფორმაციის გაზიარებით, ან რაღაცა ეგეთით, რადგან ჩვენ სფეროში ძალიან მცირე ინფორმაცია. რადგან ჩვენ ვართ პირველი თაობა, ასე ვთქვათ, პირველ თაობაში გულისხმობ ცოტა ისე გრძელვადიანად რა 10 წლის ფარგლებში მაგალითად. რომ ჩვენამდე არ ყოფილა ისეთი იუთუბერები, რომლებიც იუთუბერობაში გაიზარდნენ და რაღაცა შუა ასაკამდე მივიდნენ თუნდაც. იუთუბერი, რომელიც ახლა მოხუცია და ახალგაზრდობაში დაიწყო იუთუბერობა, ეგეთი მთელ მსოფლიოში არ არსებობს. რადგან თვითონ იუთუბერობა პატარა ასაკის, ამიტომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს ჩვენი მოფიქრებულია. და ამ მოფიქრებულობაში, რაც უფრო ერთმანეთს ეხმარები, ეს არის განვითარების დაჩქარების ერთადერთი გზა. შეიძლება მაგალითად მე რომელიმე კომპანიასთან დავიწყე თანამშრომლობა, ამ კომპანიას რეკომენდაცია გაუწიო სხვა იუთუბერს, რომელიც ვიცი რომ ისიც პროდუქტიული შეიძლება იყოს და ორივესთვის მაგარია. თუნდაც ამაში გამოიხატება კოლეგიალურობა. სხვა იუთუბერზე ზრუნვა, ასე ვთქვათ. როგორც ჩვენს კოლეგაზე და შესაბამისად შენ სფეროზე ზრუნვა. არსებობენ იუთუბერები, რომლებიც ამ იდეოლოგიის საწინააღმდეგო იდეოლოგიით მოძრაობენ და მაგალითად ფიქრობენ, რომ სხვა იუთუბერს თუ ხელს შეუშლინა სპონსორის გაჩითვაში ან რაღაცა იგივე, ამით შეიძლება რაღაცა მომგებიანი თავისთვის ნახონ. მაგრამ მოდი მე მაგაზე არ ველაპარაკებ, რადგან ჩემს თავს მინდა კოლეგიალურობაში დავწერო ტოპი. და მაგაზე ძირმისეულად საუბარიც კი ნიშნავს, რომ ნაკლებად კოლეგიალური ვარ. იმედი ვიქონიათ, რომ ისინი სწორად დაითვლიან, რადგან თუ სწორად დაითვლი საკუთარი თავისთვის, შეუძლებელია ისე დაითვალო, რომ სხვისი ჩაძირვით შენ მეტი შედეგი მიიღო. შეუძლებელია მართლა. თუ ეგრე ითვლი, ესე იგი თუდად ითვლი, ან უბრალოდ დათვლა არის. ამიტომ დაითვალეთ ისე, რომ თქვენთვის იყოს მომგებიანი და თუ ეს დათვლა მართლა ისეთი დონის დათვლა არის, რომელშიც ფილოსოფია, მეტაფიზიკა, სწორი აზროვნება, ხედვები, სწორი მსოფლმხედველობა არის ჩართული, მაშინ თქვენი დათვლილი გამოვა ისე, რომ სხვების დახმარებითაც თქვენ ეხმარებით საკუთარ თავს, უფრო მეტად. და თუ თქვენი დათვლილი ჩანს ისე, რომ სხვისი არ დახმარებით თქვენ წინ წაიწიეთ რაღაცაში, ესე იგი უბრალოდ ძალიან ცუდი პერსპექტივიდან ითვლით, რომელიც თქვენთვის დამგებიანია. მე ახაც ტოპს დავუწე საკუთარ თავს და ძალიან ფლექსი იუთუბერი გავიჩიტე. 32-დან 23 რაღაცაში საკუთარ თავს დავუწერე ტოპი, ანუ საუკეთესო, ანუ მწვანე. 7 რაღაცაში საკუთარ თავს დავუწერე საკმარისი, ტოპი არ ვარ, მაგრამ ოკეია. და 2 რაღაცა დავუწერე საკუთარ თავს როგორც ცუდი. ეს არის thumbnail-ები, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გამოვასწორო და განათება. განათებაც აუცილებლად უნდა გამახსოვრო, რადგან ახლაც თვალებში რო ირეკლავს, ეს ძალიან დაბალი დონის მაჩვენებელია. ან სათვალე უნდა შევცვალო, რომელიც არ ირეკლავს, ან განათება გავწიო სადღაც, მაგრამ მიდენი განათება აქ რომ ესად ვერ გავწევ. ამიტომ სათვალე უნდა შევცვალო. ანუ ახლა მე რო სათვალე შევცვალო და ისეთი რაღაცა დავაკრებინო, რომელიც არ ირეკლავს და კარგი დიზაინები გავაკეთო, წითელს აღარ დაუწერდი არაფერში საკუთარ თავს. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს ახლა შენ რატო შეაფასე შენი თავი, შენ სხვებმა უნდა შეგაფასონო და ეგეც შეიძლება მართალია, მაგრამ მეც მინდა საკუთარი თავი შევაფასო. რადგან მე კი არ ვარ, მე ის ვარ, ვინც საკუთარ თავს აკვირდება. მაგარია.
თან აქ როგორ რაღაცებია იცით, აი სხვა მროს შეგაფასოს ამ რაღაცების ცოდნაში ძალიან ძნელია, რადგან პირველ რაღაცა მარტო შენ თვითონ იცი საკუთარ თავზე. ვისაც გინდა თამსფეროში რაღაცის გაკეთება, თქვენ თვითონ შეაფასეთ საკუთარი თავი გულწრფელად ამ რაღაცების მიხედვით და დაინახავთ რა უნარები გაქვთ გამოსასწორებელი. მე რომ გამეკეთებინა ეს ყველაფერი 1 წლის წინ ან 2 წლის წინ, ბევრად ნაკლები მწვანე იქნებოდა და ბევრად მეტი წითელი და ესე რაც უფრო დიდი ხნის წინ გავაკეთებდი, მით უფრო ასე იქნებოდა. მომავალ წელს თუ გავაკეთებ იგივეს, ალბათ უფრო მეტი მწვანე უნდა იყოს კიდე. და კიდე უფრო მომავალ წელს თუ გავაკეთებ 2-3 წლის შემდეგ. შეიძლება შემდეგ ისეთი რაღაცები ვისწავლო, რომ ეს საერთოდ დავიკიდო და საერთოდ სხვა რამე გავაკეთო. მაგრამ მაგამდე უნდა მივიდეთ. და მე ლაიქეთ ახლა და წავედი.